დიახაც ვახოს ანაიას პატიმრობა არის მათ შორის სიმბოლური, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ ყოველთვის ვახოს ოჯახი იყო ბრძოლის წინახაზე, სწორედაც რომ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად, რა თქმა უნდა, არის მისი ძმის გიორგი ანაიას მკვლელობა და ნამდვილად სიმბოლურია, რომ 2 დეკადის შემდგომ კიდევ ერთი კორუმპირებული რეჟიმი, კიდევ ერთი რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმი ასე უსწორდება 14-იან პატიმრობაში აგდებს ვახოს ანაიას, თავისუფალ ჟურნალისტს, ადამიანს, რომელსაც არ ეშინია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის, რომელიც გახავთ კარგი პროფესიონალი და ამოდროულად გახავთ ნამდვილად მებრძოლი თავისუფლებისთვის, ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს და დიახაც ჟურნალისტისთვის ამ ეპოქაში თავისუფალი სიტყვა არის ბრძოლის ინსტრუმენტი, თავისუფალი სიტყვა კრიტიკული აზრი არის ბრძოლის ინსტრუმენტი და სწორედ რომ ჟურნალისტები დგანან ბოლო წლების მანძილზე მართლა წინახაზე ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაში ყველა ის იდეალი, რომელსაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ბოლო 3 ათეული წლის მანძილზე განსაკუთრებით და ისედაც რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო 3 ათეული წლის მანძილზე ამ თავისუფალი საქართველო, თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი საზოგადოება არის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ აი ამ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მათ მომხრეებს, თორე ჩვენ ამას ვარაუდობდით და ამას ვაფრთხილებდით, რომ ის ხალხი, რომელიც მოვიდა რაღაც თავისუფლად სუთხვის დაპირებით, საბოლოო ჯამში ჟურნალისტებს Facebook პოსტების გამო ორკვირიანი სასჯელით ამწყდებს ციხეში. ეს არის რა თქმა უნდა ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი დემონსტრაცია, მისი ამ ავტორიტარიზმის, მისი ამ სრული უსამართლობის და საბოლოო ჯამში ეს კანონები შეუბრუნდებათ ისევ იმ ხალხს, ვინც ამ უკანონობას თესავს. შეუძლებელია ეს დესპოტიზმი, შეუძლებელია ეს ნამდვილად თავგასულობა შერჩეს ვინმეს, ის რომ ვახოსნაირი ადამიანები არსებობენ, არ ეგუებიან ამ უკანონო გადაწყვეტილებებს და მაინც აგრძელებენ ჯიუტად ბრძოლას თავის Facebook პოსტებით, თავიანთი რეპორტაჟებით, თავიანთი საპროტესტო გამოსვლებით, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ძალიან მალე ეს რეჟიმი დასრულდება და ამ უკანონობაზე ყველას მოუწევს პასუხისგება.